დიდარი არაბეთის ქვეყნები. აი აბუ-დაბი და ესე თქვა. ეგენი ცდილობენ რომ განავითარონ და შექმნან უმაღლესი განათლების სისტემა. ვერ ახერხებენ. მიუხედავად იმისა, რომ მილიარდების ის ხდება. ფუნდამენტი არა აქვს? რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, იმიტომ რომ შეუძლებელია რომ შენ შექმნა ცარიელ ადგილზე უნივერსიტეტი, რომელიც აი არ ყოფილა და მე უცებ შენ უნივერსიტეტს შექმნის, რომელიც მაგალითად შევა პირველ ასეულში. ეს არის ურთულესი რაღაც, იმიტომ რომ უნივერსიტეტების ჩამოყალიბება ხო ამ წამყვან ქვეყნებში ეს არის ისტორიული პროცესი იყო. რაღაცა არსებობს მეხსიერება, არსებობს ისტორია, არსებობს მე მეცნიერებს ეს უყვართ, როდესაც ახლა შენ რაღაც აუდიტორიაში შედიხარ, სადაც შენი წინამორბედი იყო, მაგალითად ეინშტეინი, რაღაცას ხო გესმით. ეხლა შენ ცარიელ ადგილზე აი ამ მეხსიერების გარეშე შენ რო შექმნა უნივერსიტეტი, გჭირდება თანხები, რომელიც არის 10 მაგი და 20 მაგი. ეს ერთი, მეორე დემოკრატია გინდა, ეგრე არ არის, ახლა შენ რა გვია, მარტო ფულის გამო ვიღაცა მოიზიდო, რომ ის აიყაროს დემოკრატიული ქვეყნიდან, სადაც მას აქვს აკადემიური თავისუფლება და გადმოვიდეს, ეს არ არის ფეხბურთი. ფეხბურთის ხო შეუძლია ფეხბურთის რამდენიმე სეზონი ითამაშოს და ნუ გასაგებია. საჭიროა ბევრმა ფეხბურთელმა მაგის გამოც თქვა უარი მიუხედავად დიდი. რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთში რა თქმა უნდა თენვირების სისტემა არ არსებობს, იმიტომ რომ სულ სხვა სისტემაა. ამიტომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული.